2024 წელი როგორც ყოველთვის ტექ სამყაროში და კონკრეტულად smartphone-ების სამყაროში საკმაოდ აქტიური იყო. Რა თქმა უნდა, ჰქონდა ფლაგმანი smartphone-ები, რომლებსაც ძირითადად ძალიან წვრილმანი განახლებები იყო, მაგრამ ფლაგმან smartphone-ებზე მეტი ზოგადად ჰქონდა საშუალო ბიუჯეტური და ბიუჯეტური smartphone-ები. და მოდი სანამ 2025 წლის ახალ smartphone-ებს შევეგებებით და ეს ყველაფერი თავიდან დაიწყება, 2024 წელი შევაჯამოთ და ვნახოთ რა smartphone-ები დამრჩა ზოგადად და ჩამრჩა გულში, იმიტომ რომ უამრავი smartphone-ი განვიხილე და უამრავ smartphones შევეხე ესე კამერას იქითაც. ხო, ზოგადად 2024-ში ძირითადი თემა AI იყო, ანუ ხელოვნური ინტელექტი smartphone-ებში, მაგრამ აქ ყველაფერს თავი დავანებოთ და უბრალოდ smartphone-ებს შევავლოთ თვალი. დავიწყებ ეგრევე ფლაგმან smartphone-ებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს უმეტესობას მაინც ფლაგმანი smartphone-ები ინტერესებს და ამიტომაც გამორჩეულ smartphone-ებზე ვილაპარაკებ ეხლა, იმიტომ რომ ძირითადად თუ გქონდა ისეთი smartphone-ები, რომელსაც ძალიან წვრილმანი განახლებები ჰქონდა, ჩემი აზრით Google Pixel მე-9 სერიას ჰქონდა ძალიან კაი განახლებები. ჯერ მარტო ვიზუალურად რო დააკვირდეთ, ყველა მოდელი რაც გამოუშვეს, Pixel 9, 9 Pro, 9 Pro XL და 9 Pro Fold, ყველა ძალიან ლამაზია ჩემი აზრით და აი ერთ-ერთი საუკეთესო smartphone-ია პრინციპში Pixel 9, 9 Pro და Pro XL-ის და Fold-იც. თან ზოგადად ფიქრობ, რომ Pixel 9 Pro Fold 2024-ში ყველაზე კაი ეგრეთ წოდებული კეცვადი smartphone-ია. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სტანდარტული Google-ის experience გვაქვს, უსწრაფესად მუშაობს ყველაფერი, კამერის ნაწილშიც საკმაოდ კაი სიტუაცია გვაქვს, ელემენტიც ძალიან კაი გვაქვს და მთლიანობაში ვფიქრობ, რომ აი იდეალური form factor-ი აქვს საბოლოო ჯამში ამ Pixel 9 Pro Fold-ს. თან ძალიან თხელი smartphone-ია და მოკლედ როგორც კი შევეხე და შევეხე რეალურად ბერლინში, სანამ ჩვენთან გამოჩნდებოდა, მოკლედ იდეალურია ჩემი აზრით. სხვა შემთხვევაში 9 Pro-ზე ვფიქრობ და არა Pro XL-ზე, რომ ერთ-ერთი კი არა და მე მგონი საუკეთესო განახლების მქონე smartphone-ი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ჯერთი კომპაქტურია, თან რაც არ უნდა იყოს, ფლაგმანი smartphone-ია, უსწრაფესია და თან დიზაინის ნაწილში ჩემი აზრით მთლიანი მე-9 სერია ძალიან ლამაზია. ყველგან გამორჩეულია, ყველგან განსხვავებულია, რაც თავარია და თან გასულ წელთან შედარებით ეტყობა, რომ იმუშავეს ბევრ რაღაცაზე. და ამიტომაც Pixel-ების სერიას ესე შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ძალიან კაი განახლებები და ძალიან ზოგადად კაი smartphone-ები გამოუვიდა. შემდეგ რა თქმა უნდა დავიწყებულ Galaxy S24 Ultra-ზე უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ S24 Ultra როგორც ყოველთვის ზოგადად Samsung-ი წლის დასაწყისში უშვებს ხოლმე და რეალურად ეს იანვარში გამოვიდა და იმის მერე იმდენი სხვა smartphone-ი გამოვიდა, რომ რაღაც მომენტში ხალხს ავიწყდება, რომ S24 Ultra-ც არსებობს. დამიჯერეთ, ავიწყდება ხალხს და რეალურად კამერის ტესტი რო ჩავატარეთ, ჩვენ აღმოჩნდა, რომ ხალხის რჩეული კამერა ფონი სწორედ S24 Ultra გახდა. და რეალურად მაგაში რაღაც მომენტში ვეთანხმები მეც ხალხს, იმიტომ რომ უამრავი კამერა გვაქვს ზოგადად, ნებისმიერი ფოკუსური მანძილი შეგვიძლია ავირჩიოთ, ნებისმიერ დროს, კინ დღისით, კინ დღამით იდეალურ ფოტოებსაც გვაძლევს, ძალიან მაღალი დეტალიზაციით რა თქმა უნდა და მთლიანობაში, როგორც კამერა ფონი რო ავიღოთ, ძალიან მაგარი ტიპია, მაგრამ იმის იქითაც ჩემი აზრით ძალიან ლამაზი smartphone-ია, ძალიან მაგარი ეკრანი აქვს და თან მე მგონი წელს პირველი და ერთადერთი smartphone-ია, რომელსაც ანტი-ამბრეკლი ზედაპირი აქვს ეგრეთ წოდებული და რატო არ დაუმატა სხვა მწარმოებლებმა ეგეთივე ეგრეთ წოდებული ეს ზედაპირი თავის ეკრანებს, არ მესმის. მაგრამ რეალურად ძალიან მაგარი რაღაცაა, ვისაც გამოგიყენებიათ და მეთანხმებით ალბათ, რომ იდეალური ზედაპირი აქვს და მთლიანობაში რავი, სისტემურადაც ძალიან სწრაფად მუშაობს და ხო, ანუ ვერაფერს ვერ ვიზახი ისეც მაინც და მაინც, იმიტომ რომ თან გასულ წელთან შედარებით სხვაობა ფაქტობრივად არანაირი არ არის, თუნდაც ვიზუალურად რო ავიღოთ, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ დავიწყებულია ხალხისგან, თუმცა იდეალური კამერა ფონია და იდეალური ისეთი smartphone-ია, რომელზეც რასაც გინდა იმას აამუშავებ, მოდი ესე ვიტყვი და ყველაფერს გაქაჩავს და იდეალურადაც იმუშავებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, iPhone-ზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი აზრით მე-16 სერია მთლიანად რო ავიღოთ, მაინც და მაინც იდეალური არ არის და 16 Pro ცოტა არ იყოს და წლის ფეილათაც შემიძლია ჩავთვალო, იმიტომ რომ კი ვიცოდით რომ განახლება მაინც და მაინც არ ექნებოდა ძალიან დიდი და იგივე იქნებოდა და წვრილმანი განახლებები ექნებოდა, მაგრამ იმდენად წვრილმანი განახლებაა და იმდენად ჩემი აზრით ეს ღილაკის დამატება რაც დაგვიმატეს კამერის ღილაკი რაც არის, საერთოდ არ იყო საჭირო და უმეტესობისგან ვიცი რომ საერთოდ არ იყენებს და მეც ვთვლი რომ მაინც და მაინც
კაი არ არის და არ არის არაფერში საჭირო და იმის იქით რო ავიღოთ განახლება, მაინც და მაინც არაფერი არ ყოფილა. ვიზუალურადაც იგივეა, ეკრანიც იგივეა, კამერის ნაწილშიც დიდი სხვაობა არ გვაქვს და ფაქტობრივად იგივეა და რაღაც მომენტში ცოტათი უარესობისკენაც წაიყვანეს, ისე რომ ვთქვათ, და შენი თუ არ გაასწორე რაღაც პარამეტრები, მაშინ, თვალ იდეალური ფოტო არ გამოდის და მაგიტომაც არის, რომ ხალხს მაინც და მაინც არ მოეწონა კამერების შედარებაში სწორედ iPhone-ის ფოტოები. და წინა წლებში ძალიან ბევრს მოსწონდა სწორედ iPhone-ის გადაღებული ფოტოები და Samsung-თან ძალიან ახლოს იყვნენ. აი ესე, ნაინც iPhone-საც შევეშვები. Xiaomi 14 Ultra-ზე მინდა მოგიყვეთ ორი სიტყვით, იმიტომ რომ გასულ წელსაც 13 Ultra მქონდა სიაში და ეხლაც 14 Ultra მოხდა, იმიტომ რომ კი დიზაინის ნაწილში ძალიან ბევრს არ მოსწონს, ძალიან დიდი კამერის მოდული აქვს უკანა მხარეს და მთლიანობაში საკმაოდ მძიმე და დიდი smartphone-ია, მაგრამ ჩემი აზრით, აი კამერა ფონი რო ავიღოთ ცალკე, ძალიან კაი ტიპია. იმიტომ რომ პირველ რიგში ლეიკას დამუშავება აქვს და სწორედ ეგ ლეიკას დამუშავება მომწონს მე ფოტოებში. ყველგან განსხვავებული ფოტოები გამოდის, ახლა რაღაც მომენტში შეიძლება აცდენილი იყოს რეალობასთან, მაგრამ ისეთი სასიამოვნო დამუშავება აქვს, რომ სოციალებისთვის იდეალურია ზოგადად. Რა თქმა უნდა, მან ორი პროფილი აქვს ზოგადად და ერთ-ერთი არის ესეთი, რომელიც გავს ნატურალურს, ესე რომ თქვა და სხვა smartphone-ებსაც გავს რაღაც მომენტში, მაგრამ მთლიანობაში აღნიშნავ მაგას, რომ მოკლედ ფოტოების ნაწილში რო ავიღოთ, ჩემი აზრით, წინ დავაყენებდი Samsung-ზე. საუკეთესოს დაუძახებ მოდი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს დამუშავება, როგორც გითხარით, თან ერთინჩიანი სენსორი აქვს, ძალიან დიდი სენსორი აქვს და ერთადერთი ალბათ არის ის, რომ რა თქმა უნდა, სისტემურად მაინც და მაინც ძლიერი არ არის. იმ მხრივ რომ HyperOS-ზე მუშაობს და HyperOS-ი რაც არ უნდა იყოს, მე არ მომწონს არანაირად და ძალიან ბევრისგან ვიცი, რომ მათაც არ მოსწონთ და ისიც მესმის, რომ რაღაც მომენტში საკმაოდ რთულია მაგხელა თანხის გადახდა Xiaomi-ის smartphone-ში, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხალხს ურჩევნია, რომ იგივე თანხაში, იგივე Samsung-ის S24 Ultra იყიდოს, ან Pixel 9 Pro XL და ასე შემდეგ. მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ესეთი მოდი ეგრეთ წოდებულ underrated smartphones დაუძახებ მაინც. არა ფლაგმანების ნაწილში რომ ვილაპარაკოთ, მინდა აღვნიშნო Nothing Phone-ი 2A კონკრეტულად, იმიტომ რომ საკმაოდ კაი ფასი აქვს და ჩემი აზრით ესეც ძალიან განსხვავებული smartphone-ია და საკმაოდ კაი ტიპია. ჯერ მარტო უკანა პანელსაც რო დავაკვირდეთ, გამჭვირვალეა, გვაქვს ერთწყებული glyph interface-ი და რაღაც მომენტში ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ზოგადად და ისედაც რო ავიღოთ ერგონომიულობის ნაწილში ძალიან მაგარი ერგონომიულობა აქვს, ხელში კომფორტულად ძალიან, ზომაშიც ჩემი აზრით ძალიან კაია. ეკრანიც მშვენიერი გვაქვს, სისტემურად ზოგადად Nothing OS-ზე მუშაობს და ძალიან კაი სისტემაა, ძალიან სწრაფია, ძალიან მაგარი ოპტიმიზაცია აქვს და რავი, როგორც კი გამოვიყენე, რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ საკმაოდ კაი ტიპია. ზოგადად მუშაობითაც სწრაფად მუშაობს, ქაჩვითაც პრინციპში, თითქმის ყველაფერს ქაჩავს და კამერების ნაწილშიც ესეთი კაი კამერები აქვს, ახლა ფლაგმანის დონეზე ვერ არის, მაგრამ ფასითაც არანაირად არ არის ფლაგმანის smartphone-ი. თუმცა Nothing-საც გამოვყოფ ამ შემთხვევაში. და Nothing-ზე უფრო ბიუჯეტური ტიპი რო ავიღოთ, არის CMF Phone 1, რომელიც ზოგადად ძალიან მომეწონა კონცეპტუალურად. შენს გემოზე რო შეგიძლია მოერგო smartphone-ი, მარტო ინტერფეისის ნაწილში კი არა, გარედანაც კი, ხუფის შესვლა შეგიძლია უკან, სხვა აქსესუარების დამაგრება, სხვა ფერები შეგიძლია გაუკეთო, შეათამაშო როგორც გინდა და მაგიტომაც აი ეს იდეურად, მოკლედ, ძალიან მაგარია ჩემი აზრით და რაღაც მომენტში მოვითხოვ კიდევაც, რომ საკმაოდ ბევრ smartphone-ზე შეგვიძლია სწავსი რაღაცების გაკეთება. ახლა შეიძლება ფლაგმანის smartphone-ი არ იყოს ეგეთი, მაგრამ საშუალო ბიუჯეტური და ბიუჯეტური smartphone-ი რო ვთქვათ, რატომაც არა, შეგვიძლია ეგენი მსგავსი სტილის რო გავაკეთოთ. და ისედაც ეკრანიც კაი აქვს, სისტემურადაც ძალიან კარგად მუშაობს ეგეც, საკმაოდ სწრაფი smartphone-ია. ისე ეგეც არ არის ფლაგმანის smartphone-ის დონეზე არც კამერებით, არც წარმადობით, მაგრამ თავისი ფასიდან გამომდინარე ძალიან კაი წარმადობა გვაქვს და ძალიან კაი კამერები გვაქვს იგივენაირად. კომპაქტურ smartphone-ებზე კიდე მაინც რაც არ უნდა იყოს, ბევრიც კითხულობს იმას, პატარა ზომის smartphone-ები რატო აღარ გამოდისო და რეალურად ამ შემთხვევაში იგივე თემაა, რომ კი გამოდის, შედარებით კომპაქტური smartphone-ები, მაგრამ ხალხს ავიწყდება, იმიტომ რომ ultra ან რაღაც დიდი ძმა რაც არის მაგ smartphone-ის, ცოტათი ჩრდილავს. და ერთ-ერთი ეგეთი მაგალითია Xiaomi 14, რომელიც ზოგადად ჩემი აზრით ზომით იდეალურია, დიზაინითაც ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს, ერგონომიულობითაც ძალიან მაგარი ერგონომიულობა აქვს. ერთ-ერთი მახსოვს რაც არ მომეწონა არის ის, რომ პრიალა კანტი აქვს smartphones და ანაბეჭდების საშინლად რჩება, თან თუ ღია ფერის არის smartphone-ი, მაგრამ მთლიანობაში რო ავიღოთ, აქაც სისტემა უბრალოდ HyperOS-ი, რომელსაც ცოტა შეჩვევა სჭირდება, მაგრამ
მთლიანობაში ულამაზესი ეკრანი გვაქვს, ფლაგმანის წარმადობა, იმიტომ რომ ფლაგმანის smartphone-ია, ელემენტის ნაწილშიც საკმაოდ კაი ელემენტი აქვს ზოგადად და დიზაინი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინია, მოკლედ, მოდი ესე ვიტყვი. და კამერების ნაწილშიც აქაც ლეიკას დამუშავება გვაქვს, აქაც ჩემი აზრით ძალიან კაი ფოტოები გამოდის და წინ წავწევდი სხვა smartphone-ებთან შედარებით, იმიტომ რომ მომწონს ეს ლეიკას დამუშავება და იგივენაირად მეორე smartphone-ია Samsung-ის Galaxy S24, რომელიც ასევე ულტრამოდელმა დაჩრდილა რაღაც მომენტში. ამ შემთხვევაშიც ძალიან ლამაზი smartphone-ია, ესეც იგივენაირად გამოიყურება რაღაც მომენტში, უფრო მინიმალისტური უკანა პანელი აქვს. აქაც ხელში ძალიან კომფორტულად ზის, თან შედარებით კომპაქტური რო არის, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ეკრანიც ძალიან მაგარი გვაქვს, წარმადობაც ძალიან მაგარი გვაქვს და კამერებიც იგივენაირად ძალიან მაგარი გვაქვს. ხო და რავი, ავიწყდება ხალხს ზოგადად რო ეგ smartphone-ებიც არსებობს, მაგრამ ვისაც ესეთი შედარებით კომპაქტური smartphone-ები გჭირდება და არა ultra smartphone-ები, მოკლედ ამ ორ smartphones გამოყოფთ, იმიტომ რომ ორივე ერთ დონეზეა ზოგადად და რაღაც მომენტში უფრო სისტემურად და ბრინდულად ალბათ რომელი უფრო მოგწონს, ალბათ ეგ უნდა განიხილო შეძენის დროს. და ბოლოს მოდი ახლა დავასახელებ ჩემი აზრით წლის საუკეთესო smartphones. უბრალოდ ამ შემთხვევაში მთლად smartphone ერთი არ იქნება და მთლიანი სერია იქნება და ალბათ რთული არ არის მიხვედრა, რომ Pixel 9 სერიაზე მექნება საუბარი. ზოგადად Pixel 9 სტანდარტული რო ვიყოთ და არა Pro ვერსია, ჩემი აზრით ძალიან კაი ტიპია, თუ Pro ვერსია არ გჭირდება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფია, ძალიან მაგარი ეკრანი გვაქვს, კამერებიც ძალიან კაი გვაქვს, დიზაინის ნაწილშიც ზუსტად იგივე დიზაინი აქვს, რაც Pro ვერსიებს და ნუ ერთ-ერთი კამერა გვაკლია ერთ ცალი, რომელიც ისე ისევ თუ არ გჭირდება, მაშინ იდეალური ტიპია. Pro ვერსიას რო შევხედოთ, უკვე სტანდარტული Pro ვერსია ზომით კომპაქტურია და Pro ვერსია გვაქვს უკვე ის კამერა, გვაქვს რა თქმა უნდა, ზოგადად მთლიან Pixel 9 სერიაში ეს EA-ის ფუნქციები, ძალიან მაგრად მუშაობს ეგ ყველაფერით, რა თქმა უნდა, და მთლიანობაში, მოკლედ, სტანდარტული Pixel 9 Pro-ც ძალიან კაი ტიპია. Pro XL-ი უკვე უკეთესია, იმიტომ რომ ელემენტი გვაქვს უკეთესი, უფრო დიდი ზომის ეკრანი აქვს და Fold-ს რაც შეეხება, Fold-ზე როგორც გითხარით, ჩემი აზრით საუკეთესო ეგრეთ წოდებული კეცვადი smartphone-ია 2024 წლის. ეს არის კონკრეტულად მე-9 სერიაზე საუბარი და მაინც smartphone-ი რო გამოვყო, ჩემი აზრით სტანდარტული Pixel 9 Pro, სტანდარტული და არა XL ვერსია, აი ეგ არის ჩემთვის ფავორიტი მაინც smartphone-ი წელს. ხო, რაც არ იყოს დიზაინი ძალიან მომწონს მაგ smartphone-ების, ხელში იდეალურად თავსდება, სისტემურად ძალიან სწრაფად მუშაობს, რა თქმა უნდა და ხო, ნუ ბევრი ლაპარაკს ალბათ აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში. აი ესე, მოკლედ წლის ფავორიტი სერია იყო Pixel 9 და ფლაგმანის smartphone-ი რო ავიღოთ და ზოგადად ფავორიტი smartphone-ი არის Pixel 9 Pro. აი ესე. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ 2024 წელზე, რომელი smartphone-ი მოგეწონათ კონკრეტულად და რომელია თქვენთვის ფავორიტი smartphone-ი. მე დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.